პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს ქვეყნისათვის კონკრეტული სარგებელი აქვს. გაზის იმპორტი, უცვლელი ტარიფი, ელექტროენერგია, სარკინიგზო მიმოსვლა და თბილისის უბსის მილსადენის აღდგენა 4 წლის შემდეგ. გაფორმებული და მიღწეული შეთანხმებების შედეგს ქეთი გრიგორაშვილი გაგვაცნობს. გაზის იმპორტი და ტრანზიტი აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივ აირს უკავშირდება, კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა. იდეალური პირობების საქართველოსთვის ტარიფების შენარჩუნებას და მყარ გარანტიებს ითვალისწინებს მოცულობის კუთხით. საქართველოს მიიღო იდეალური პირობები, ეს შეთანხმებები არ იწვევს საზოგადოებისთვის ტარიფის ზრდას და ეს არის პრინციპული შედეგი, რაც მივიღეთ და მოცულობების კუთხით გვაქვს მყარი გარანტიები. ქვეყანას მომგებიანი ხელშეკრულება აქვს ელექტროენერგიის მიმართულებითაც. ახალი შეთანხმება ითვალისწინებს 20 წლიან თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სექტორში, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვას და თურქეთის მიმართულებით ტრანზიტის უზრუნველყოფას. ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს ბაქო-თბილისის უბსას მილსადენის ფუნქციონირებით. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება ამ მილსადენის ფუნქციონირება და ამის საფუძველზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. როდესაც ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობ და სტაბილურ სატრანზიტო მარშრუტებზე, შესაბამისად მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც სანდო და პროგნოზირებადი დამაკავშირებელი დერეფნის ევროპასა და აზიას შორის. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ რეგიონში თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი კი ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს, რაც დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. საბოლოოდ შევჯერდით ყველა დეტალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას და თვის ბოლომდე უკვე დაიწყებს რკინიგზის ეს მონაკვეთი ფუნქციონირებას. საქართველოს მონაკვეთზე მთლიანად იქნება პასუხისმგებელი საქართველოს რკინიგზა, მთლიანობაში დაფუძნდება ერთობლივი საწარმო, ქართულ-აზერბაიჯანული და ამ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი რკინიგზის ოპერირება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია და ამასთან ერთად თქვენ იცით, რომ აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, შეხვედრა, რომელიც შედგა ბატონ ბიზინამინიშვილსა და ბატონ ილხამ ალიევს შორის და მინდა ხაზი გაუსვა ეკონომიკის სამინისტროს გუნდის ძალიან ეფექტიან მუშაობას. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლის მომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. ვკითხულობთ მთავრობების ერთობლივ კომუნიკეში. ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა ბაქოში შედგა ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის თანდასწრებით.